მას. ეხლა გიორგის რეაქცია, ან TikTok რეაქცია უნდა გადავიღოთ. რამოდენიმე პასუხი უნდა კითხვა უნდა დავუსვათ. პასუხი თუ ვერ გაგვცა, ხაჭო და კატის საჭმელი, ხო? უნდა შეჭამო. ძაღლის საჭმელი. ერთმანეთში არეული. მოგესალმებით. ვოიც, ეს არის შემდეგი გაგრძელება TikTok რეაქციების part 2 და დღეს ჩვენი სტუმარია ივა. არა, მე სტუმარი არა ვარ, მე ხაჭო. სტუმარია, მე ხაჭოია. მოკლედ, დღეს გიორგის TikTok 3 TikTok-ის შუალებებში კითხოს დავუსვამ. უკვე ტელეფონში გადაუყარე თავისი ვიდეოები, რომელსაც კანი ხილავს და თუ პასუხს არ გაგვცემს, შეჭამს ხაჭოს. მაგრამ უკვე თქვენ იცით ხაჭოში რაც არის. წარმატებები. კომენტარი გააკეთე. მამე! ხურდა? მამე! ბებოშენი ვარ პენსია ავიღე. მე მომეციე. სად არის ამის საყრელი ფული? შემდეგი ვიდეო ყველა კლასშია ერთი BTS ფანუკა აბჯიშტი პატიჩკა კი სიმპათიჩკა ყველა კლასშია აი ჩემს უკან დგას ერთი კამერის უკან დგას შემოყეთავთ მაგრამ ვაფშე არ არის სიმპათიური გატყუებ რაღაცებს იმაბულინგე ბიჭო ხალხი უმაჩვენო ბოს ბიჭო გეუბნებიან გააკეთე მეთქი შემდეგი ვიდეო ის მეტერებელი აი ჩემი ბიჭო დაინა მეტები მოძდით ვიდეო და დავბრუნდით მეგობრებო ცოტა მოიცა ჩემი მოიცა კითხვის დროა ბრატ მოკლედ როგორც გითხარით რამდენ კითხვაზე არ გამცემს ჩემი ძმა და მეგობარი გიორგი პასუხს იმდენ ხაჭოს შეჭამ პირველი კითხვა ის არის TikTok-ში საქართველოს მასშტაბით ყველაზე მეტად ვინ არ გებასება ოღონდ იცოდე რომ შეიძლება მე ჩემზე წამოვიდეს ეიტი და კარგად დაფიქრდი გონი შეჭმა უკეთესია ვინ არ გევასება შენ მე პირადად ვინ არ მევასება ყველაზე მეტად შენ ვინ არ გევასება Day 2, day 3, day 4 Meanwhile მე არ მევასება ის როა თალი როა ვიღაც სპილკები რო უკეთე ბაზარია მაკაუტი აი გააგდები ვაფშე დენი გაუთიშე თუ როგორც არის ვაფშე ამოშალე IP-ანად კომპიუტერის გააკრა მანდეთან არასდროს აღარ მიაკარო არაფერს დენი გაუთიშე კაი შემდეგი ვიდეო 6 წლიდან დაუნ TikTok ნარკოტიკია ვა ხარჩავა გაიზ მართალია 6 წლის ასაკში როდესაც TikTok ჯამდა ის გონია რა ქვია ნარკოტიკი გონია ეგ კრიმინალია მამას ესაც უნდა უთხრა რომ კრიმინალი ხარ მამა კრიმინალო თქვა და კრიმინალი თქვა არ უნდა ჯამოს ბავ არ შეიძლება კრიმინალობა 6 წლის ასაკში აიგზალოს კრიმინალობა 6 წლის ასაკში ეგ აიგზალოს არა ჩადებას იქ დედასა ხა შემდეგი კაბულა დე ამას შეჭამ ეგეთი ხმა გავე რა გული კითხვა დაუშვა გაიზეს კარგი ვიდეო კაბულის აღარ ხო მეც ეგრე ვარ ხოლმე აი მაგალითად კაც უკან რო დგას ვიღაც დებილი მაგას უღებ ხოლმე ძალიან კარგ ფოტოებს მე მიღებს ძალიან კარგ ფოტოებს თუმცა თვითონ ვერ მიღებს ხოლმე იმიტომ რომ მე უფრო კარგი ტელეფონი მე უფრო კარგი ტელეფონი მაქვს კი ნამდვილად ჩემი უფრო კარგ ფოტოებს იღებს მე უფრო კარგი ვარ ფოტოგრაფობაში რა თქმა უნდა ამას ტყუი არ დაიჯეროთ არაფერი ის უფრო კარგია მაგრამ ფოტოების გადაღება მაინც არის მე მაინც ვერ მიღებ კაი ეხლა მოვიდა შემდეგი კითხვის დრო ჩემო გიორგი
ამდე კითხვას. ყოველ სამ ვიდეოში თითო კითხვას დაგისვა. დაგისვა ვიდეო. მოდი, ეხლა შემდეგი კითხვა რაში მდგომარეობს? ყველაზე მეტად შენი რომელი კლასელი არ გევასე? თური ეგ. ვიდეოში ვერ იტყვი. ვერ ვიტყვი? ვერ იტყვი. სახელი გვარს ვერ იტყვი. არა, სახელი შეგიძლია თქვა. გვარი არ თქვა. გვარი კონფიდენციალური. ოპა. ჩემი კუთხა. მიდი, ჩემი თო. ეგ ორივე ვიცითო ტყუილას იმას გიორგი. გვარს არ ვაკონკრეტებს ძმაო. გავაგზავნოთ შემდეგი ვიდეო. მოგესალმებით მეგობრებო, მე მაგორი ძალი ბარამინა შოკოლადი და თქვენ შეჭამ ახლა. გავშინდეთ როგორია? კარგი არის. მეორე ძალით გავხსნათ. ორი ბარამბინო შოკოლადი ქონდა. ერთი წითელი, ერთი ლურჯი, ორივე შეჭამა და უარესად გასუდგა. რა თქმა უნდა, კარგია. შემდეგი. ჩვენს ვიდეოს ასპონსორებს ხაჭო სანტისიმო. ექსტრა. რაში? აჰა, ესე იგი რაღაცა რა ცუდია. აი, გავაგზავნე. გავაგზავნოთ სულ კომპიუტერთან ზის, არასდროს სახში არ არის. მშობლების ნერვების მოშლა. მეც კომპიუტერთან ვზი ვარ. ვეთამაშები ხოლმე ივან ბუაძეს, აზზე არ არის თამაში, წავიდეს წაშალოს. ო, აი, მოვიდა. მოგიყევი თუ შეიძლება როგორ დაიწყო თქვენი Fortnite-თან თამაშის ისტორია და ჩემთან ისტორია. ჩემი Fortnite-ის ისტორია იწყება იქიდან, რომ გიორგის ვატყუებდი, რომ მიკროფონი არ მქონდა, იმიტომ ლაპარაკი მეზარებოდა. ვატყუებდა მიკროფონის ხოძებდა მეზარებაო, არადა რწმენოდა რომ ჩემთან ელაპარაკა, იმიტომ რომ ხო და მევასებოდა ჩაბოქსვა. წერილების წერა. ეს ამ დღეებშიც რაღაცა მოუხშირა. I'm on a sugar crash, I ain't gonna fucking cash. Maybe I should take a bath, come on fucking bring it. გაგზელეთ თუ შეიძლება. ხო და ეხლა გიორგი, მე მაგ შენთან კითხვა. მოიც მეორე ვიდეოზე. არა უშავს. ყველაზე მეტად რომელი იუთუბერი არ გებასება? თუ გიჯანსაღის მორების წესი შენი ობია. ხაჭო არ გვინდა. ვიცი უკვე რომელი იუთუბერიც არ მევასება, არ მიწყინო მაგრამ. გამოუში. ვაი, მაგას ვერ იგი ძაა. მე შეიძლება ვიცი რასაც ვიტყვა. მე ვიცი ვინც არ მევასება. ჩვენს ვიცი. რაღაცა რო ქვია იმისაც ეგ. ეხლა ეგ როგორ არის ქართველი იუთუბერი რომელი არ მევასება? ქართველი იუთუბერი ყველაზე მეტად რომელი არ გევასება თავისი დასკვნის მიზეზით. და კონკრეტე რომ ეს რამდენიმე 10,000 გამოწერი მაინც უნდა ყავდეს. ხო, ანუ 10,000 გამოწერი უნდა ყავდეს. მე არ უნდა მყავდეს. გამოიწერეთ ბიჭო არხი. 12%-მა რო გამოიწერეთ, სულ რა იყო? დანარჩენი 88 სადახარ. ხო სწორად გამოვიდა. 1 2 მოდი აქ აღარ იჭერს. 4 5 გამოუშვი. ათამდე ეგრე არ თქვი. 6 გააგზელე დროზე. 7 8 9 ტექშე 10 დანდარდა. უკვე ტექშე მეთქი გადი. ნინო რა მნიშვნელობა აქვს? ტექში არის. ტექშე ხო რაც არის? გადი. კაი იუთუბერია რა სერში. მეცხრეზე ხო ვთქვი ტექშე მეთქი თუ რა. არა სწორად თქვა სახელი გაჭამე. არა ბრატ, ტექშეა შევწვა. ყველაზე ნაკლებ ხორციანს არ. არა ბრატ. ეს საკონის მაგას არის. გადი. 6 ლარი დავხარ ჯერ ბიჭო ეხა რაში მაინტერესებს რა ეს. შეჭამე და მე შევჭამ. ჯერ შეჭამე და მე არ შევჭამ. გენიოსი ხარ. თქვა არა მიდი ვიდეო. შემდეგი ვიდეო.
გაგვაცინე რა. ისე უყურելի ანიმე, არა საიდან მოიტანე. მინდა მოგახსენოთ ახალი ამბავი, მეგობრებო, კატებმა დაიწყეს ანიმეების საუნდტრეკების სიმღერა. როდესაც შენ უყურებ ახალი კატები გამოვიდა, როდესაც შენ უყურებ ანიმეს და არის საუნდტრეკები, ისმის ხმები, კატა სესმის ეს ხმები და დედა შენთან ჩაგიშვებს, რომ შენ მთელი დღე ანიმეებს უყურებ. არ შეიძლება. Wow. 10 წლის მე, როდესაც მათემატიკურ ამოცანაში ჩემი სახელი იქნებოდა. ჩემი სახელი არ დროს არ ყოფილა. ვისაც ყოლ გიორგი შილათქა. გაჩუ. ნუ ჩამიშვი. ეს ის არა ქვია. ვიდეოს ერთ-ერთი ისაა, რომ შევეცოდო ხალხს და გამოიწერე. ჩემი სახელი არ დროს არ ყოფილა ხალხო. მე მათემატიკის წიგნში არსად არ ვინახავ ჩემი სახელი. თქვენ გადასული ხართ ოქროს ხილაკი. იარაღი ხაია შენ ისეთი ვაფშე არ დროს არ იქნება. პრიზი ხაჭო ურა არის ეს ხაჭო არ არის მეგობრებო არ დაიჯეროთ კითხვა რომელი მასწავლებელი არ გევასება ყველაზე მეტად სკოლაში სახელი უნდა ჩემი სკოლა სახელი და გვარი არ მაინტერესებს გორ რა თქვი ერთი წამი სახელი და გვარი ყველაზე მეტად რომელი მასწავლებელი არ გევასება შენი უქვევით არის უხაჭო ბათიანი დამიწერეთ ეხლა თორე შემდეგი ბათიანი დამიწერეთ ჭამს ჩემი ჭამს ხორცი გაეშა პუნტი არა უშავს კაცო ძახს დაუყრე ეგ ძალიან ცოტა გვარი არ ვიცი და მართლა სახელი რო უნდა ჭამო და შემდეგში ხალხო დაწერეთ და რამეს დავაბლენდერებ და შევჭამ შენ ისე ეგრე ჭამ ხაჭოა რა აი ხაჭოა ჯერი ხაჭოა მაგიტო ეგ ჩემი ზრობის ხაჭო მომიტან არა შეჭამ რომ მოვიტანო ჩემი ზრობის ეგეც კაი არ და ბრავო ვინც არ დაალაიქებს აღარ წუხურო და გონგონი ბიჭო ხორცი კაია და მიაყრე საქონლის ხორცია აი არა კაცი ვიყო საქონლისა ბიჭო გებიცები ეგრე იწერა პაკეტს განახა თუ გინდა ეხლა მშვიერი ვარ და ეთქვა კაია ვაი მე ტელეფონი კიდე გავ ეს საქონლის ხორცია კი არა პარკი დედას გებცები საქონლის ხორცია საქონლის ხორცი არა დედას გებცები საქონლისა თუ გინდა დავიზო ხბოს ხორცი ეს გვირია იმენო მაგარი იყო ძმებო გამოიწერეთ ისე მომოურიე რომ სამფერა მე ვიყენებ ჩვეულებრივ კურსასმენებს მე-7 კლასელები ჩინო რა იყო ჩვენ სკოლაში ძესეა ჩვენ სკოლაში ესეა არა მარტო ჩვენ სკოლაში ბევრგან აბულინგებენ იმ ადამიანებს რომლებსაც iPhone 11 Pro Max-ი აქვს და ამ დროს თვითონ რავი რაღაცა ისინი აქვს რა ქვია ბანძი iPhone-ები კი არა და Butterfly თუ რაღაცა ის რო არის ეს მეცე ტელეფონს არ ვაძლევთ ვიღებთ არა ეხლა მე მაგალითად ესეთი რაღაცა ისინი გამარიაჟებები და საათის ისინი ჩვენებები და რაღაცა არ მიყვარს დიდად ეს ყელსაბამები და რაღაცები არ მიყვარს აი AirPod-ებიო და რაღაცები ეს საათის მაგალითად ეხლა განაის გონია თქვენ პროსტა 20 ლარი ჩინელებში ვიყიდე იგე ეს კარტას განა რაღაცი პროსტა ეს რა არის გადაგათმინდა ან ეს რა არის მოფსენი ძმაურა ეგ არ გადაამდი ვაიმე ეგენი არ გადამიდო არა ბრატ ეს ჩემია აი ვიდი სო მალე გავაგზავნე მეგობრებო დედა რა შეყარა არასოად გიკეთია ძმა მარა კაი აი კიდე ჩემს დროს სხვა დრო იყო დედა ეუბნება შვილს 16 წლის ასაკში რატომ ყავს შეყვარებულიო თუ 14 წლის ასაკში უი ეგ მახსოვს ეგ რა დროს შენ შეყვარებულობაო მე რა ვის არ მოსვლია ძმა ვაგე ჩემს უკან ოპერატორი რო დგას მაგასაც ყავდა მაგრამ კი არავინ არაფერი უთხრა აგან შენი ცხოვრებიდან ყველაზე სასირთულო მომენტი თქვი არ შეჭამე ერთი დიდი ნადეჟი სასირთულო მომენტი შენი ცხოვრებიდან ყველაზე სასირთულო მომენტი იყო
მაღაზიაში რო ის გავხეთქე ჩიპსი და გამყიდველს რო შეეშინე. ადი არა ბრატ თქვი. მოაფრინავს მაგრამ რამდენი ჭამეს მოუწევან გადია. მოკლედ მეგობრებო ჩვენ წავედით რადგან წვიმა დაიწყო თუ მოგეწონებათ ვიდეო რა თქმა უნდა დაალაიქოთ. გამოიწერეთ ხალხი რამე გენით დავსვოლდით ბიჭო. არ დაალაიქებთ და ვნახოთ ვისი აჯობებს და მოკლედ მეგობრებო წავედით თორე დაულპი მეჩქარება გიტარაზე.